აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ბიუჯეტში შესათან ცვლილებებზე იმსჯელეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით 2014 წლის ბიუჯეტი 14.700.000 ლარით იზრდება. გაზრდილი ბიუჯეტიდან 250.000 ლარი აჭარის განათლების სამინისტროსა და მის აიპებში საშტატო ერთეულისა და ხელფასის გაზრდაზე დაიხარჯება. თანხები გადანაწილდება 5-ვე მუნიციპალიტეტზე და მინისტრის მოადგილის თქმით, ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდათ უმცირესობის წარმომადგენლებს. მათი თქმით, რიგ შემთხვევაში პრიორიტეტები მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა გადანაწილებულიყო. შენიშვნების უმეტესობა მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული ღონისძიების შეჩერების საკითხს ეხებოდა. ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების საკითხს აჭარის უმაღლესი საბჭო ხვალად დაუბრუნდება. სკოლაში, ბათუმის სკოლაში მწვრთნელ პედაგოგებზე არის საუბარი და ადმინისტრაციის ხელფასები არანაირად არ იზრდება, ასევე იზრდება ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, ხელოვნების მუზეუმში და არქეოლოგიურ მუზეუმში ხელფასები, სადაც მაქსიმუმი ხელფასი არის 500 ლარი. ეს მაქსიმალური ზონა, თორემ ქვემოთ რანგში არის 250-300 ლარი ხელფასები და ეს იზრდება მხოლოდ 20%-ით.